მიიჩნევენ თუ არა ევროკავშირში, რომ ყავა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ევროგადამოწმება. საინფორმაციო წყაროებსა და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტები ერწმუნებიან, რომ ევროკავშირში თვლიან თითქოს ყავა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთი სათაურები ბრიუსელის ბიუროკრატებს ადანაშაულებენ, რომ ყავა სათანადო საფრთხედ არ აცხადებენ. სხვაებიც იზიარებენ ამ აზრს და ამბობენ, რომ ევროკავშირში მიიჩნევა თითქოს და ყავა ადამიანისთვის საზიანოა. ამან კი თავის მხრივ გააჩინა შიშები ევროკავშირის ტერიტორიაზე ყავის აკრძალვის თაობაზე. ერთ-ერთი წყარო პირდაპირ აცხადებს, რომ ევროკავშირმა აკრძალდა კოფეინის და ამის მიზეზების ახსნას ცდილობს. სტატიაში მოყვანილია ერთ-ერთი ბუნდოვანი წარმოშობის ანგარიში, სადაც საუბარია კოფეინის პესტიციდებში გამოყენებაზე, თუმცა სტატიაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბმულები თუ ოფიციალური სახელები. ჩნდება კითხვა, რა განაცხადეს რეალურად ევროკავშირში. უნდა აიკრძალოს თუ არა ყავა. ინტერნეტში ამ საკითხთან დაკავშირებით საკვანძო სიტყვების ძიებას ევროკომისიის მიერ 2024 წლის ოქტომბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან მივყავართ, რომელიც პასუხი იყო ფრანგული კომპანიის პროგრეინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც კომბოსტოს, კარტოფილისა და სხვა კულტურის მოყვანის დროს კოფეინის პესტიციდებად გამოყენებას უკავშირდება. სურსათის უნებლობის ევროპულ ორგანოს მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო რეკომენდაციებზე დაყრდნობით კომისიამ საბოლოოდ გადაწყვიტა არ დაუშვას კომპანიის მიერ კოფეინის გამოყენება, როგორც ძირითადი პესტიციდური ნივთიერება. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კოფეინის სითხის სახით მიღება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აღნიშნავს, რომ მას უარყოფითი გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მან შესაძლოა უძილობა და შფოთვა გამოიწვიოს. თუმცა ნამდვილად არ არის სიმართლე იმის თქმა, რომ ევროკავშირმა ყავა ადამიანისთვის მავნე ნივთიერებად გამოაცხადა, რადგან აქ იგულისხმება სუფთა კოფეინის მაღალი დოზები და არა ის ულუფა, რომელსაც თქვენს დილაობით ერთი ფინჯანი ყავის მირთმევისას იღებთ. სურსათის უნებლობის ევროპული ორგანოს მიერ შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ ერთი ფინჯანი გაფილტრული ყავა 90 მგ კოფეინს შეიცავს. ესპრესო 80 მგ-ს, ხოლო შავი ჩაი 50-ს. ამასთან ასევე წერია, რომ დღის განმავლობაში 400 მგ-ის მიღება არ წარმოადგენს საფრთხეს ზრდასრული მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ასე რომ შეცდომაში შემყვანი სათაურების მიუხედავად ევროპის მოსახლეობა შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, რადგან ევროკავშირი არ კრძალავს კოფეინის შემცველ სასმელებს, როგორიცაა ყავა თუ ჩაი. ევროგადამოწმება.